მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ოცნების ქალაქში, თქვენ უყურებთ აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს და ჩვენი ინფორმაციით ოცნების ქალაქში არსებულ ერთ-ერთ შენობაში ჩამოინგრა სახურავი და უბრალოდ ჩამოინგრა ჭერი და ეს ნანგრევები, ბეტონის ნატეხები დაიცა ერთ-ერთ ადამიანს. თქვენ კადრში ხედავთ, აქ იმყოფებიან პოლიციელები, ტერიტორია შემთხვევის ადგილი უკვე შემოსაზღვრული არის ყვითელი ლენტით და აქ გადაადგილება ადამიანებს უკვე აღარ შეუძლიათ. ჩვენ დაგვიკავშირდნენ ადგილობრივები და მითხოვეს, რომ მოსულიყავით და გაგვეშუქებინა მომხდარი შემთხვევა. ჯერჯერობით დეტალები არ ვიცით, რადგან აქ მყოფი ადამიანები მედიასთან საუბარს ერიდებიან, თუმცა ცხადია ჩვენ გვექნება მცდელობა, რომ მათ ვკითხოთ თუ რა მოხდა და რამ გამოიწვია ჭერის ჩამოვარდნა, თუმცა სავარაუდოდ ჭერის ჩამოვარდნა გამოიწვია თოვლმა, რომელიც სავარაუდოდ არ იყო გადმოთოვლილი. უკაცრავად, რატომ არის ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული, რატომ არის ტერიტორია? აი, უარს ამბობს პოლიციელი კომენტარზე. აქეთ არის რაღაც ხმაური და მივიდეთ აბა რა ხდება. ვითათენებყავეს რა გიჭირს არანაირი პროსტო ხამეთ ამცაოსო მე როგორ ძინა რა გაჭირება მაქვს. მოგესალმებით ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვარ. თუ შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა? რა მოხდა და ჩვენი თავის გაყვანა უნდებიან ქირაში. მერე დაგირეკავ ქირაში. ვერ ხვდები, ჩვენ ვართ პირველი დღიდან შემოსული. ყველაზე დიდი ავარიული მდგომარეობა ეს იყო. საბუთებიც გვაქვს. მოვა ერთი თავრობა, წევა, მეორე თავრობა მოვა და გვამშვიდებს წევა, მესამე ახლა სანამ ისაა ჩამოშვა, სანამ იქეთიდან ვიცხა ამეიყვანეს აჩამოშვა. არანაირ, ახლა ესე იგი რაცხა უნდებიან ძალით ბაწარი და მოგაბანდა გიგიყვანოს და მაბანდა იყონ. სადაგი მიყვანონ ნახო და პირველი ჭერი რომ ჩამოინგრა თქვენ გამოყავხართ უკვე ხომ შენობის ევაკუაცია ხდება. ჭერი ჩამეიგრა ზედმიტანილი, ზედმიწევლით ილაპარიკოს. არა, მე ჩემ ეზოში ვარ. ხო, მე რომ დევეცე შენ აკვანი მიიწე თუ? საჭმელი მაჭამე დედაი რამე შემეხმარე თუ? რამე შვილიც მიმართ რამე შემეკითხე რა გაჭირება გაქვს? არა, დამშვიდით, მე და ვილაპარიკო, მე ჩემი სალაპარიკო მაქვს. ჭერი რომ ჩამოვარდა ვინმე დაშავდა, ქალბატონო ვიცით რომ ერთ ადამიანს დაეცა. დაშავდა მეორე პადიეში, მე ვცხოვრობ აქეთ პადიეში. და როგორი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ ადამიანის? ვერ გეტყვი. მე არ ვიყავ ადგილზე დამირეკეს და მოვედი. ვერ გეტყვი იქ რა ხდება. სხვათა შორის ერთ სიმართლეს იქ მესამეზეც ბინა მიიღო ნაცნობობით. გაიყიდა და ჩვენ რადგან ფული არ გვაქვს და ვერ ვიყიდეთ. ამ ფორმაში ხან ჯინჭარაძე მოვა, ხან ედუარდი მოვა, ხან ის ახლა ვაფშე უცხო ხალხებს ხედავ, მე ვერ ვიცი რომ მე თავრობაში შეკრული ხალი არ რამ გამოიწვია ქალბატონო ჭერის ჩამოვარდნა, რამ გამოიწვია? ჭერის ჩამოვარდნა არის ახალი ნაშენებია. მათი ნაშენები და რაფერი გაკეთებული იქნება ახლა. აგერე ჩემი ჩამოუყარე შეშა მქონდა და ჯინჭარაძემ დამპირდა შეშა არ მომიტანა და ჩამოუყარე რომ 1-2 დღე იმით და გევტანო. ანუ ჭერი რომ ჩამოვარდა და ერთი ადამიანი დაშავდა, ამის გამო მთელი შენობის ევაკუირება ხდება და თქვენც მოგთხოვეს დაცვა. ეს უნდა გაკეთეს როგორ იცი? ყველა ერთად და გიგვიყვანოს რომ აქ ეს ადგილი გაიყიდა. ქალბატონო, თქვენ სასასვლელი გაქვთ ახლა სადმა? არ მაქვს. და რა გითხრეს ახლა რომ გამოყავხართ? რა ვიცი, ლექსები და ლექსებს ყვებიან, ჯერ რა ვიცი. რა საპირებთ სადმე სასასვლელი გაქვთ? არსად არ მივა. მე მაიც სასაფლაო ადგილზე მაქვს კაცი გაგზავნილი მყავს, ადგილი კიდევ მაქვს ხახაზირიო, ვინმე რომ არ შეწუხდეს და ვინ მოგთხოვათ შენობის დაცლა, ვინ მოგთხოვათ? აგერ მოვდენ ახლა, აი აგინს ვერ ვიცნობ, აქ ვინები არიან, თავრობა არ ვიცი, მოგზავნილი არ ვიცი,
შესყიდულია, არ ვიცი, მაიკოის და მარინაის მოგზანილია, არ ვიცი, მაგათ წინა დღეს მაიკომ ხომ იმფერი ამბავი იქნა, იქეთ ბინები მიიღეს და ბინები არ დაცალეს. მოდით კონკრეტულ პირებზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეხლა მხარეები არ ყავს ვერ გიპასუხებთ, ამიტომ შევიკავოთ ამისგან თავი, თქვენ უბრალოდ გითხარით, ეხლა რას აპირებთ უკვე და რამდენი ოჯახი გამოიყვანეს ამ შენობიდან? ჯერჯერობით არავინ. რა ვიცი, გუშინ იყვნენ დაბარებული, ჩევდნენ მერიაში. 16-მა კაცმა ხელი მოუწერა ქირაში გასვლას. ჩვენ არ ყოფ, მე არ ყოფილვა, ჩვენ კი არა, მე არ ყოფილვა, არც ვეძებ. გასაგებია. ერთი კაცის ადგილი როგორ არ გამეიძებნება. მაიდამაიც უნდა რომ ეს რაღაცა რომ საქმე მოაგვარო, უნდა რომ მე იმ ხალხს გავერთიანდე და სიმართლე ყველგან ვილაპარიკო. არ ვკადრულობ, პროსტო, არ ვკადრულობ, მე ჩემი თავმოყვარება. მე შეიძლება იქეთ 1000-1000 მყავს და არ მინდა რომ ჩემი ხმა გამოვიდეს, მაგრამ აქ შეუძლებელია რომ არ დამინახო და არ გამომაქვეყნო, შეუძლებელია, დავიღალე. გასაგებია, ქალბატონო, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. სხვებიც არიან, როგორც ვიცი, შენობაში. თუ შეგიძლიათ რომ დაუძახოთ, იმიტომ რომ მათთან გასაუბრებაც რომ შევძოთ. ქალბატონო, შეგიძლიათ გამოხვიდეთ? სად მიდიხართ ეხლა სადაპირებ წასვლას? მე პრობლემა მაგდა ვლაპარიკო. მე შეიძლება იმფერი რამე ვილაპარიკო ახლა საზოგადოებაში არა, მაგრამ ვიცხა იმფერი თავრობა, იგი ადამიანი მოვდეს რომ ჩემი საიდუმლო მე ვუთხრა. მე შეიძლება ხვალ ცოცხალ ვიყო, შეიძლება არა. თქვენ არ გიშინიათ ამ შენობაში, რახან ჩამოვარდა ჭერის, დარჩენის არ გიშინია? არ მეშინია. მეეთის მეშინია. ხო, მაგრამ რისკები არსებობს უკვე ჩამოვარდა ჭერი. არსებობს ნაკეთები ვიცხა შეშააქო და გამეიღეს დაწვეს. მე ჩვენ იმას პირიქით ვამატებდით და ვალამაზებდით რომ ჩვენ ცხოვრება გვინდოდა. ჩვენ ცხოვრება გვინდოდა და ვართ ასე. გასაგებია, მადლობა. მადლობა. თქვენ უსმენდით ოცნების ქალაქში მცხოვრებ ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ამ კორპუსში, სადაც ცოტა ხნის წინ ჩამოვარდა ჭერი, რომლის შედეგადაც, როგორც გვაქვს ინფორმაცია, ერთ-ერთ ადამიანს დაეცა ეს ბეტონის ნამსხვრევები. ჯერჯერობით არ ვიცით ამ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, რახან ახლა მოვედით და ადგილობრივები არ საუბრობენ ამის შესახებ. ერთადერთი რაც ვიცით, სხვა მცხოვრებლებს უკვე უსაფრთხოების მიზნით მოსთხოვეს შენობის დატოვება, დაცლა, რასაც არ თანხმდებიან სხვა პირები და თქვენ ისმენდით ერთ-ერთი ქალის კომენტარს და ის ამბობდა, რომ წასასვლელი არსად აქვს და შენობის დატოვებას არ აპირებს. ჩვენ ადგილზე ვხედავთ, პოლიცია არის მობილიზებული, შემოსაზღვრული არის ყვითელი ლენტით შენობა და ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა ჯერჯერობით არავის ეძლევა. რატომ შემოსაზღვრეთ ყვითელი ლენტით ტერიტორია, შეგიძლიათ გითხრათ? რისთვის იმყოფებით აქ? ანუ თქმა გიჭირთ, რისთვის იმყოფებით აქ? შემოსაზღვრეთ იქეთ არ შეხვიდეთ და იქეთ ჩამოვარდეთ. და რატომ შეგიძლიათ გითხრათ, რატომ არ შეიძლება? არ ვიცი, რაღაცა ჩამოვიდა და ნახ, არ ვიცი. და ის ადამიანი, ვისაც დაეცა ეს ბეტონის ფილები, სად არის ახლა? არ ვიცი, გადაყვანილი ალბათ. სასწრაფო იყო ადგილზე მოსული? გასაგებია, მადლობა. უკაცრავად, ქალბატონო, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. მე როგორც ვიცი, თქვენ ხართ ამ შენობაში ცხოვრობთ. რა მოხდა თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ? რა ვიცი, წაღან ხმაო ვიგძენი, გამოვარდი მეთქი რომ ბავშვი არ მოყვეს აქშით მეთქი და რა ვიცი, გადავრჩით იმდენად ნახე ბავშვი ადღეში შინებული რომ გადაარჩა იმის არ იყოს. იყო ჩემთან ქალბატონი ნანუკა და მაგაზეც ვისაუბრეთ, წუთი მინდოდა ბინაში გადავსულიყო, მაგრამ შენობამ კი ნაღამ და გვეცო თავკისერს. ვის დაეცა და როგორი ახლა იმის მდგომარეობა? გვერდზე ახლო მეზობელია იმასთან სამანტყოფოში ახლა გადაყვანი. და ახლა მდგომარეობა ჯერ არ ვიცი ტარდიგვირე კი როგორ არის. ანუ ჭერი ჩამოინგრა და ბეტონი დაეცა. და მან ბეტონი არა, ფიცარიო მგონი არ ვიცი. ზოგადად. და მე ჩემთან უკვე დაბზარულია სახლი. ფაქტიურად შესვლა შეუძლებელია მარტო ჩემთან კი არა ბევრთან. კონტაქტური იყო ის ადამიანი, როცა წაიყვანეს ადგილზე, გონზე. კარგად საუბრობდა, შედარებით კარგად იყო. და თქვენ რას აპირებთ ახლა ამ შენობაში ცხოვრობთ, რომელიც არის სარისკო, ხო? სარისკო, ნამდვილად სარისკო ამ შენობაში ცხოვრობ. და რას აპირებთ ახლა, ვინმე იყო ადგილზე მოსული? ეგერალიან ყველა და გითხრეს რომ გადაგიყვან თუ საფრთხოება, სადაც იქნება თანხებით იქნება თუ რამე. წასასვლელი გაქვთ სადმე ახლა?
არა ვეცადნამ ჩვენ დაგეხმარებით თუ ისევ თავრობამ გითხრა და ჩვენ გადაგიყვან თუ ასე მითხრა. ხო, თქვენ როგორც ვიცით, პატარა ბავშვები გყავთ და ამ სარისკო შენობაში. მეორე მოზარდი. მეორე მოზარდი კი, ნამდვილად თქვენ ვიყავთ ჩემი. კი, აგერ ახლა აგერ ერთი კვირის წინ ბრძანებოდით ჩემი. დიახ, და ეხლა რას აპირებთ? ახლა ვიცით რომ გაგიყვანენ ალბათ ქირით, ხო? და ელოდებით უკვე. ასე ყოლებიან და იმის მინისტრთან მისამდე მობძანდენ და მოგაქცევთ ყურადღებას თუ გითხრეთ. ხანხა იქნება, ვინა იქნება, გვერდში რა გიდგება. გასაგებია, მადლობა, უსაფრთხო გარემოს გისურვებთ. დიახ, ასეთი არის ვითარება ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ამ შენობაში ცხოვრობს, დაგვიდასტურა რა, რომ ჭერის ჩამონგრევის შედეგად ფიცარი, ასე ვთქვათ, ხე დაეცა ერთ-ერთ მცხოვრებს და მისი ჯანმრთელობა არის დამაკმაყოფილებელი, ის არის კონტაქტური, თუმცა ის მაინც გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში დაკვირვების მიზნით. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია გვაქვს და როგორც ვიცით, შენობიდან უკვე მცხოვრებლების გამოყვანის პროცესი მიმდინარეობს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ოცნების ქალაქში, სადაც ორსართულიანი შენობის ჭერი ჩამოვარდა და დაეცა ერთ-ერთ ადამიანს. თქვენ კადრში ხედავთ ამ შენობას, სავარაუდოდ შენობის სახურავი არ იყო გადმოთოვლილი და როგორც ჩანს, მძიმე თოვლს ვერ გაუძლო სახურავმა ჭერმა და სწორედ ამიტომ ჩამოინგრა ჭერი. ჯერჯერობით ვიცით ის, რომ ეს ადამიანი გადაყვანილი არის სამედიცინო დაწესებულებაში. აქ იმყოფებიან პოლიციელები, ასევე იმყოფებიან ოცნების ქალაქში მცხოვრებლები. ჯერჯერობით აქ ვერ ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა მათ შეკითხვები დავუსვათ და ვკითხოთ, თუ რას უპირებენ ამ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ სახლში. გამარჯობა, შეგიძლიათ საუბარი პირდაპირ ეთერში ვართ. გვეტყვით რამეს? შეგიძლიათ ქალბატონ. გვითხრათ რა, შეგიძლიათ რა მოთხრათ? თქვენ ამ შენობაში ცხოვრობთ, ხო? და რა მოხდა ესე რომ მოგვიყვეთ? და როგორი არის იმ ადამიანის მდგომარეობა ეხლა, ვინც წაიყვანეს საავადმყოფოში? მადლობა. აი ხმაური არის ადგილზე და ნახოთ აბა რა ხდება. პოლიციელთან სიტყვერი დაპირისპირება აქვს ერთ-ერთ მცხოვრებს. პოლიციელები იქ მცხოვრებლებს არ უშვებენ შენობაში უსაფრთხოების მიზნით, რასაც ხედავთ, რომ მოყვა სიტყვერი დაპირისპირება. აი, ეს არის შენობა. თქვენ ხედავთ, რომ სავარაუდოდ ეს სახურავი ჩამოინგრა. ქალბატონო, უკაცრავად, პირდაპირ ეთერში ვარ, შეგიძლიათ გითხრათ, რატო არ გიშვებენ ახლა შენობაში, რაც გეუბნებიან? კეთილი საუბარი მას არ სურს. პოლიციელები მას იმიტომ არ უშვებენ შენობაში, რომ უსაფრთხოების მიზნით არის იმის რისკი, რომ შესაძლოა კიდევ ჩამოვარდეს სახლის სახურავი, რადგან თოვლი კვლავ რჩება ადგილზე.
ასეთი არის ახლა ვითარება, ვინც ახლა შემოგვიერთდა გეტყვით იმას, რომ ჩვენ ვიმყოფებით ოცნების ქალაქში, სადაც ორსართულიანი შენობის სახურავი ჩამოინგრა, რომელიც ერთ-ერთ მცხოვრებს დაეცა, სავარაუდოდ ფიცრები დაეცა, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, და ეს ადამიანი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და როგორც გვითხრეს, ის პირველადი ინფორმაციით არის კონტაქტური, მის ჯანმრთელობას არ ექნება საფრთხე, თუმცა კონსულტაციის მიზნით ის კვლავ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ტერიტორია შემოსაზღვრული არის ყვითელი ლენტით და პოლიციელები უსაფრთხოების მიზნით შენობაში უკვე აღარ უშვებენ სხვა მცხოვრებლებს. მათი ევაკუირება მოხდა, უკვე გამოიყვანეს შენობა დაცლილი არის და სწორედ ადამიანები მოდიან აქ იმისთვის, რომ პირადი ნივთები გამოიტანონ. Ატონ ჯაბა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. შეგიძლიათ გითხრათ პირველადი ინფორმაცია რა გაგაჩნიათ თქვენ? პირველადი ინფორმაცია შემთხვევით ხედავ, რომ არის შემოგვეული პოლიციელი დაზიანებული. და ცხოვრებლების ევაკუირება მოხდა უკვე შენობიდან, ხო? გააკეთეთ ისე რაფერს საჭიროა. გადახურეთ რომ არ ჩამოვიდეს წვიმა, ვიცხოვრებს სანამ გადავალ. მაგათ მეორე თემაა თამგობა. აქ რომ გახართ რამე იმოქმედეთ. არა ელოდებოდი ჩვენ, ამ ყველაფერს ელოდებოდი და ჩემს თავზე უნდა გადავხდები. მოგესალმებით ბატონო აკაკი. პირველადი ინფორმაცია რა გაგაჩნიათ და როგორია იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც ეს ჩამოვარდნილი ჭერი დაეცა? რატომ არ გცალიათ? საზოგადოებას ხომ უნდა განუმარტოთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და საზოგადოებას ხომ უნდა განუმარტოთ? ქირით გაიყვანთ ამ ადამიანებს? და იმ ადამიანის ჩამჩალობის მდგომარეობა როგორი არის, ვინც წაიყვანეს საავადმყოფოში? თქვენ იდექით ახლა არაფერს არ აკეთებდით და ამიტომ გეკითხებდით. ანუ იდექით ახლა კადრში ვხედავდი იდექით და თქვენ აკვირდებოდით აქ ადამიანს. საჯარო მოხელე ხართ ბატონო და უნდა გუპასუხოთ კითხვებს, იმისთვის ხართ. რამდენი ოჯახი საჭიროებს გაყვანა? ანუ კითხვების დასმა ხელი შეშლა? რამდენი ოჯახი უნდა გაიყვანოთ? კეთილი, გასაგებია. მადლობა. დიახ, ასეთი არის ვითარება. ბათუმის მერიის წარმომადგენლები, კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი, ხელმძღვანელი არ პასუხობს კითხვებს და ჩათვალა, რომ ჩვენს მიერ დასმული კითხვები მას აწუხებდა, ხელს უშლიდა სამუშაო პროცესში. და როგორც ჩანს, მან არ ჩათვალა საჭიროდ, რომ საზოგადოებაც განუმარტოს. კიდევ ერთხელ განმეორდები და გეტყვით, რომ ოცნების ქალაქში ვიმყოფებით, სადაც ორსართულიანი შენობაში ჩამოვარდა სახურავი, რომელიც დაეცა ერთ-ერთ მცხოვრებს და მას დაჭირდა სამედიცინო დახმარება. ის ამ დროისთვის არის კლინიკაში გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები, ასევე ბათუმის მერიის წარმომადგენლები და სხვა მცხოვრებლები უკვე გამოიყვანეს შენობიდან უსაფრთხოების მიზნით. ტერიტორია შემოსაზღვრეს ყვითელი ლენტით და შენობაში შესვლის შესაძლებლობას უკვე აღარავის აძლევენ, რასაც პერიოდულად აქ მოყვა ხოლმე სიტყვიერი დაპირისპირება.
უკაცრავად ვიმძანდებით თქვენ. ვისაბნები შენ? ვიმძანდებით უკაცრავად. შენ ვისაბნები? რატო უნდა წავიდე კერძო ტერიტორია? შენ ვიხარდეო? რატო უნდა წავიდე? შენ ღმერთს ახლა ვაგდიხარ. უკურა მომიგზანა სტაბიჭვარი ერთი. ან თქვენი აზრით ქალბატონ აქ ჟურნალისტების გაძევებას რატო მithოვენ პერიოდულად? რატო მithოვენ და სიმართლე არ უნდა გაიგონ? მე მომენტში დამირეკე, დამიძახე, ყველა ადგილას მოვალ, ყველა გაყიდულების ინფორმაციას მე საბუთებს მოვიტან, დავიღალე, ბინძურ ცხოვრებაში დავიღალე. აქ რაც ვითავობს, აქ რაფერს ითავა, ჯინჭარაძემ რაფერი ითავა, გინდა იმა რაფერი ითავა, ყველა სათითაოდ ყველას მოგიყვებით და მე მინდა სუფთა ცხოვრებაში. მე მინდა ამ გამყიდველებიდან გავსუფთავდეთ, ჰა? მოგვიყვანა რომ გიმიყვანოს და გამიყვანოს ერთი რაფერი და გამიყვანოს. გასაკეთებ ქალბატონო. და ნაგავი მოსულია და ერთ-ერთმა ქალბატონმა ასე ვთქვა ჩვენთვის აღმოჩნდა მაშველი რგოლი, რადგან აქ ერთ-ერთი პირი ითხოვდა ჩვენს ტერიტორიიდან გაძევებას და პირდაპირ ეთერის გათიშვას, თუმცა ეს ქალბატონი ჩვენთვის ამ შემთხვევაში აღმოჩნდა მაშველი რგოლი და ხელი შეუშალა მას, რომ მისი განზრახვა სისრულეში მოეყვანა. მე შეგახსენებთ იმას, რომ მოცნების ქალაქში, მაშინ როცა ერთი კვირის წინ დაახლოებით მოხდა შემთხვევა, ორი ბავშვი როცა დაიღუპა, მაშინაც ვაშუქებდი ამ პროცესებს და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მოსაზრებებს გადავცემდი პირდაპირ ეთერში, რომელიც როგორც ჩანს ხელისუფლებისთვის იყო გამაღიზიანებელი, მოგვიანებით იქ ტერიტორიაზე მოვიდნენ, როგორც საზოგადოებას ახსოვს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ასევე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებსაც თან მოყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები და თანამშრომლები, რომლებმაც ჩემი ტერიტორიიდან გაძევება მოითხოვეს, იყო როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა და როგორც ჩანს კიდევ ერთხელ განმეორდა ახლა ეს შემთხვევა, მაშინ როცა უკვე აქ მცხოვრებლების კრიტიკულ მოსაზრებებს გადავცემ პირდაპირ ეთერში, როგორც ჩანს ჩემთან გამოუშვეს კიდევ ერთი პირი, რომელიც ჩემს გაძევებას ითხოვდა ამ ტერიტორიიდან, რომელიც არ არის საჯარო, უпростоრად არის საჯარო და არ არის კერძო ტერიტორია და მე სრული უფლება მაქვს ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა ვაწარმოო. აი აქ ხედავ თორცდები აჭარის ჯანდაცვის მინისტრია, რომელთანაც გასაუბრების შესაძლებლობა მექნება. ქალბატონ ნინო, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით აბა თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რა მოხდა და ისიც გვაინტერესებს ადამიანი, რომელიც გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ადვილი, არ არის სერიოზული. ჩაუტარდა უკვე ყველაფერი. რაც შეეხება ხან კონკრეტულ ფაქტს, რა თქმა უნდა, მოვედით მასთან დასალაპარაკებლად, არაერთხელ ქონდა მანამდე კორპუსი იყო ავარიული და ფერი შეთავაზების პირობა ქონდა, თუმცა გარკვეული პერიოდის იმ უარსაც გადაწყვეტა. ეს უკვე უმეტესი ნაწილი გახდა. რამდენ ოჯახს არის საუბარი და სად უნდა გადაიყვანოთ? თავად უნდა მოიციონ, ფერიფოს გმოყოფა მერის პროგრამაა და ამ პროგრამაში იქნებიან ჩასული და რაც შეეხება თავად მოხდება ქირის მოძიება, მოქალაქე თავად მოიწევს. და რომ დავაზუსტოთ, რამდენ ოჯახს არის საუბარი? ინფორმაციით აქ სულ იყო 28 ოჯახი, პირველად ინფორმაცია, ეხლა მუდმივად აქ მყოფი ოჯახები ყველანი აქ არიან, რეალურად პროფესიონალურად. სავარაუდოდ თოვლმა გამოიწვია ალბათ ჭერის ჩამონკრება, ხო? ესეც ავარაუდოდ იყო, ეს განსხვავებას არსებობს, სადაც ისინი გახვდება სავარაუდოების შესახებ და ქირით თავაზებაზე ქონდა ჩვენ ადრე საუბარი. ქალბატონ ნინო, აქ როგორც ხედავთ, თქვენ პერიოდულად იძაბება სიტუაცია, ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ შენობაში ვერ შედიან, პირადი ნივთები ვერ გამოაქვთ და ანუ ეს პროცესის ორგანიზება როგორ უნდა მოახდინოთ? რა თქმა უნდა,
სამართლებრივი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შევიდნენ და პირად მოხმარების მიზეზს გამოიყენებენ, ეტაპობრივად მოხდება გამოტანა. ეხლა თქვენს ლოკონაც მოხდება მათი მშობლებია შესწავლა, ეთების გამოტანა, არანაირი პრობლემა ამაზე არ იქნება. კეთილი, მადლობა. თქვენ უსმენთ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს, რომელმაც ფაქტობრივად მოგვეწოდა დეტალური ინფორმაცია განვითარებული მოვლენების შესახებ და მან უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას და უნდა ითქვას, რომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი არის ერთ-ერთი გამონაკლისი ჩინოვნიკებს შორის, რომელიც არ გაურბის მედიის კითხვებს და ცივილურ გარემოში პასუხობს ნებისმიერი ჟურნალისტის კითხვებს და თქვენ ამის მომსწრე გახდით ახლა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად აქ მცხოვრებლებს ქირით გაიყვანენ სხვა ტერიტორიაზე, თუმცა ფართობები, როგორც ნინო ნიჟარაძემ თქვა, აქ მცხოვრებლებმა თავად უნდა მოიძიონ, ხოლო ქირის საფასურს ადგილობრივი ხელისუფლება გადაუხდის მათ. თუმცა აქ მცხოვრებთა ნაწილი, რამდენიმე ადამიანი არ თანხმდება ხელისუფლების შეთავაზებას და უარს აცხადებს შენობის დატოვებაზე. რაც არსებობს ყველაფერი შეთვის ყოფილი. მასია. მე კიდევ ერთხელ იმას გეტყვით, რომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით პირი, რომელსაც ჩამონგრეული ჭერის ნაწილები დაეცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, თუმცა ის სამედიცინო დაწესებულებაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ეს შენობა, რომელიც არის ოცნების ქალაქის შემოსასვლელ ტერიტორიაზე, როგორც კადრში ხედავთ, არის საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში. ავარიული კედლები არის ფაქტობრივად დამპალი და აქ ცხოვრება ისედაც სარისკო იყო, თუმცა როგორც მობინადრეები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად ჰქონდათ და სწორედ ამიტომ თანხმდებოდნენ ასეთ პირობებში ცხოვრებას და თქვენ როგორც დაინახეთ, ის რომ შენობა არ არის მყარი და აქ ცხოვრება არის სარისკო, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს მომხდარი ფაქტით. როგორც შენობას ეთყობა, სავარაუდოდ სახურავი არ გადმოთოვლილა, ან გადმოთოვლეს ერთხელ და შემდგომ უკვე ინტენსიური თოვის შედეგად კიდევ ერთხელ ეთყობა, რომ თოვლის მასა არც თუ ისე ცოტა არის სახურავზე და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, გამომწვევი მიზეზი, რომ შენობის ნაწილი ჩამოვარდა. ეს არის შენობის ის ნაწილი, რომლის სახურავიც ჩამოინგრა, თქვენ ხედავთ გვერდით მხარეს. ესედაც არის სახურავი დაზიანებული სიძველისგან. თქვენ კადრში ხედავთ იმას, რომ როგორც თუნუქი, ასევე ფიცრები, ხე, რომელიც არის ამ თუნუქის ქვეშ, არის სიძველისგან დამპალი და სწორედ დიდი ალბათობით ვერ გაუძლო თოვლის მასას და ჩამოინგრა. ტერიტორიაზე ყვითელი ლენტი არის შემოსაზღვრული, корпуსი ახლა ფაქტობრივად ყველა ცხოვრებისგან არის დაცლილი, გარე ტერიტორიაზე იმყოფებიან აქ მცხოვრებლები და შიგნით შესაძლებლობას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მათგანმა ითხოვა, რომ პირადი ნივთების გამოსატანად შევიდეს შიდა ტერიტორიაზე, რასაც პოლიცია არ თანხმდება და თქვენ რამდენიმე წუთის წინ ხედავდით იმას, რომ მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.
აი ერთ-ერთი მოქალაქე მთხოვს რომ შორს არ წავიდა ვიყო პირდაპირ ეთერში რადგან მას აქვს განცდა რომ ცუდად მოექცევიან და ამიტომ მას სურს რომ ვიყოთ პირდაპირ ეთერში რატომ გინდათ რომ ვიყოთ პირდაპირ ეთერში და ვიყოთ აქ თქვენთან ანუ იცი და აი ტყუილები რომ მე გამოჟღერდეს მინდა სიმართლიანად ყველაფერს ჩემი თვალით მე უყურე ამიტომ მინდა აი ჯანდაცვის მინისტრმა თქვა რომ თქვენ გაძლევთ იმის შესაძლებლობას რომ მოიძიოთ ფართები თქვენთვის ასურველი ფართები და გადაგიხდიან თანხას რატომ თანხა გადაიხადეს და ჩვენ გაჭირებულისთვის მოევლეს უკეთესი იქნებოდა თავიდან თანხა მე ამჭირე ვინც ხა კიდევ დავამდი დრო არა ვინმეს ლუკმას აღავაჭმე მე ვინ მაჭმებს აბა რა არის თქვენი მოთხოვნა ანუ კორპუსის გადაცემას ჩემი მოთხოვნა არის რომ მე დამაკმაყოფილო პირველი დღიდან შემოსული ვარ პირველი დღიდან აი ბინები გაყიდა ბოლოს თუმცა დაგხვიეს ჩვენ რადგან მაგალითად ვერ ვლაპარაკობდით არ კი ვერ ვლაპარაკობდით რომ ასეთ ნაგავ ცხოვრებაში თუ ვიყავი არ ვიცოდი რა მეც თქვენია შეიძლება ახლა მე იფერმა დიმირეკოს და იგი იქნა რომ აი შენ ახარ ის კორპუსი რომელიც ოცნების ქალაქში აშენდა პირველ ეტაპზე ფართები ყოველას პრინციპში გადაეცა და სავარაუდოდ იქ აღარ არის ბინები ანუ რა ფართები კი არ გადაეცა გაიყიდა ხო ამის მტკიცება ცოტა რთული არის იმიტომ რომ შესაბამისი ფაქტები არა გვაქვს მე იფერებმა ბინები მიიღეს რომ კაც ორი ბინა აქვს მედინასთან ორი ბინა სიმამრის სახელზეა გაიგე და ვერ დუწიცვენ და მე ხო ვიცი მე რატომ არ დადიმიჯერე და ერთი ბინა მესამეს აღარ მიიღო და ჩემ ნომერზე გულნაზა მიიღო 401 ნომერზე გულნაზა მიიღო და სხვათას შორის ეს ჩინჭალაძე ედუარდმა იმას იფერი როლები ასრულებს რომ ეს საბუთი იქვე გივიქრეს და დამაყენეს ისევ ნომერზე ჩემი ნომერი გასცესვა გასაგებია თუმცა ხალბატონო აქ დარჩენა ალბათ არის საფრთხის შემცველი იმიტომ რომ შენობის ნაწილი ჩამოვარდა უკვე ეს არ მეგონოს რომ საფრთხე იყო შიშა დამელია და ჩემი ჩამოამფრა აი შენობა რომ შიშა დამელია და ჩემი ჩამოამფრა ხო თუმცა მაინც ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე შესაძლო რისკები ის თავიდან აცილების მიზნით რა დროიდან პასუხისმგებლობაში არიან იცი და ვერ ითვალისწინებენ იმიტომ მას ყავს კიდევ როგორ იცი ყურზე რომ მოკიდონ მთავრობას ხელი რა შობი ვერ გადაადგამ ისეთ ნაბიჯს სანამ ჩემსაც აღშევსრულებ იმიტომ აქ სხვა საქმე იყო და სხვა საქმეები ამას დაუკმაყოფილეს და ახლა აქ ვინც რომ ეს საქმეებია ჩალიჭა იმათ ეს უნდა მიიღონ და მისი კუთვნილები და მე მგონი ასე კიდევ მიგვაგდებენ ხო თუმცა პოლიციას ალბათ ვერ გაუწევთ წინააღმდეგობას იმიტომ რომ ძალიან ბევრნი არიან და შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ გაძლევენ იმდენ რამეს ვიზამ და იმდენ რამეს რომ ცხოვრებაში ვერ ვილაპარაკებ იმიტომ ძალიან გული მტკივა 13 წელი გევდა და ივან იმდენი მე ვეხვეწა რომენ რაფერთხო და კიდევ არ ვთქვა გამოუწიო გასაგებია მადლობა მე არ მომიპარი არ მიკუდია კაცი ამიკდია ვინმე ის კაციც არის მიიწვია არანაირად არ ვცდილობ იმიტომ მე ოქრო ჩავდე მიწაში და ვუცი ორ კაციანი გავაკეთე იმიტომ რომ ვივდივარ მასთან სხვა კაცი არ მაინტერესებს და აკა გასაგებია მონადირე ხალხი არიან გასაგებია ხალბატონო ამიტომ არიან იმათ ეხმარებიან ვინც მონადირეები არიან მე გული აშეცია მე მყავს ჩადებული თქვენ უსმენთ ერთ-ერთ მცხოვრებს რომელიც ცხოვრობს ამ კორპუსში და ის არ თანხმდება ხელისუფლების შეთავაზებას ქირით გასვლაზე და წინააღმდეგობას უწევს აქ მოსულ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ასევე ბათუმის მერის წარმომადგენლებს და როგორც თავად ამბობს ის ითხოვს კორპუსის სარგებლობაში ბინის სარგებლობაში გადაცემას წინააღმდეგ შემთხვევაში არაპირებს რომ ტერიტორია და შენობა დატოვოს ამ ქალბატონმა რომელიც პირდაპირ ეთერში საუბრობდა რამდენიმე წუთში ჰქონდა სერიოზული ბრალდებები იმის შესახებ რომ ოცნების ქალაქის პირველ ეტაპზე აშენებულ კორპუსებში გაიყიდა ბინები სხვათა შორის ამის შესახებ ბინების გადაცემის დღიდან არაერთი მოქალაქე საუბრობს თუმცა ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არცეთ მათგანს არ წარმოუდგენია მათ შორის ჩვენც ვერ მოვახერხეთ ასეთი
ისეთი მძიმე ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამიტომ რთული არის იმის თქმა, ნამდვილად გაიყიდა თუ არა კორპუსები ხელისუფლების მიერ აშენებული ბინები. ასეთი არის ახლა ვითარება ოცნების ქალაქში, ჯერჯერობით არის სიმშვიდე, მადგილზე რჩებიან ბათუმის მერიისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ისინი ცდილობენ იმ ადამიანებთან მოლაპარაკებას, რომლებიც არ თანხმდებიან ქირით გასვლას და ამბობენ იმას, რომ ისინი მზად არიან, რომ ასეთ სარისკო შენობაში შევიდნენ და გააგრძელონ ცხოვრება. რამდენიმე წუთის წინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენთან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური არის, რომელსაც ჩამონგრეული სახურავის ფრაგმენტები დაეცა. აი ჩვენ კადრში ვხედავთ ის, ვინც დათანხმდა ხელისუფლების შეთავაზებას ქირით გასვლაზე, ისინი უკვე ბარგით ტოვებენ ამ ტერიტორიას და თქვენ ამას კადრში ხედავთ. ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოსაზრება მოვისმინოთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი ერიდება პოზიციის დაფიქსირებას და სწორედ ამიტომ ამ მოტივით ვერ ვახერხებთ, რომ უფრო მეტი ადამიანის მოსაზრება მოგასმენინოთ ოცნების ქალაქიდან. სავარაუდოდ ეს არის სახურავი, რომელიც ჩამოინგრა და რომლის ფრაგმენტებიც დაეცა ერთ-ერთ მცხოვრებს, რომელსაც დაჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ის ამ დროისთვის მოთავსებული არის კლინიკაში. ჯერჯერობით სიახლე არ არის, ადგილზე კვლავ რჩებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ იმ ადამიანების დარწმუნებას, რომლებიც არ თანხმდებიან ასევე ქირით ტერიტორიიდან გაყვანას და ისინი წინააღმდეგობას უწევენ ამ დრომდე. იქეთ ტერიტორიაზე სურს გადაღება, თუმცა რამდენიმე პირი აგრესიულად გამოირჩევა, აგრესიული დამოკიდებულებით, უფრო სწორად, და ითხოვენ პირდაპირ ეთერის გათიშვას, ასევე ჩემს ტერიტორიიდან წასვლას და სწორედ ამ მოტივით ვერ ვახერხებ, რომ იქეთა ტერიტორიაზე, სადაც არის უშუალოდ შემთხვევის ადგილი, ვერ გიჩვენებთ უფრო ახლო ხედით, რადგან ეს ადამიანები მიახლოების შესაძლებლობას არ მაძლევენ და ჩემთვის რახან არ არის უსაფრთხო გარემო, ამიტომ ვერ მივდივარ იმ ტერიტორიაზე.
ვინც ახლა შემოგვიერთდა, განმეორდებით და გეტყვით, რომ აჭარა თაიმსი იმყოფება ოცნების ქალაქში, თქვენ უყურებთ პირდაპირ ეთერში კადრებს შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით 1 საათის წინ ოცნების ქალაქში ამ კორპუსში, ორსართულიან კორპუსში, კორპუსის სახურავი ჩამოინგრა, სავარაუდოდ თოვლის მასას ვერ გაუძლო სიძველისგან ავარიულმა სახურავმა და ჩამოვარდნილი სახურავის ფრაგმენტები დაეცა ერთ-ერთ მცხოვრებს, რომელსაც დაჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ის ამ დროისთვის გადაყვანილი არის კლინიკაში, როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. როგორც ნინო ნიჟარაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამ ეტაპზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს აქ მცხოვრებლებთან ქირით გაყვანის თაობაზე და როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, უმრავლესობა ამ შეთავაზებას დათანხმდა და მათ მიცეს დრო იმისთვის, რომ თავად მოიძიონ სასურველი ბინები, ფართები, რომლის შემდგომაც უკვე ხელისუფლება მათ ქირას გადაუხდის, თუმცა რამდენიმე მათგანი, ვინც ამ შენობაში ცხოვრობს, ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში დატოვებენ ამ ტერიტორიასა და ამ კორპუსს, თუ მათი ახალი ბინებით დაკმაყოფილება მოხდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ ვიმყოფებოდით აქ, ეს ტერიტორია გადავიღეთ და მაშინაც აქ მცხოვრებლები საუბრობდნენ სარისკო გარემოზე და ამბობდნენ იმას, რომ ხედავენ და აფასებენ იმ მოსალოდნელ რისკებს, თუმცა მათ წასასვლელი არსად აქვთ და სწორედ ამიტომ იძულებული არიან, რომ ასეთ პირობებში იცხოვრონ და აცხოვრონ მცირეწლოვანი ბავშვებიც და როგორც თავად ამბობენ, 12 წლის განმავლობაში უშედეგოდ ელოდებიან ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, მათ მხოლოდ ერთადერთი გარემოება იმედებათ და ისინი ელოდებიან ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის მშენებლობის დასრულებას, რომლის დროსაც მათივე ინფორმაციით ხელისუფლება გადასცემს ბინებს. მოგო პატრონები ნისა. ვინც ხარ რომ ახლა დასაცლელია ამხელი. Haide, nu geșinie, maga amat nu აი ესეთი ქალბატონი ჩემთვის აღმოჩნდა მაშველი რგოლი, როგორც ჩანს და ვრისკავდა მივდივარ იმ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე პირი ჩემს მიმართ აგრესიით გამოირჩევიან და მიმყვება ეს ქალბატონი, რათა იმ ტერიტორიაზე მოვახერხო გადაღება. რეგიონული ვერემე ჩამოვალა სიასაგანაკეთ ინდაცია რეალურად რეგიონულ
აი ეს არის ადგილი სადაც ჩამოინგრა მსახურავის ნაწილი და რომლის ფრაგმენტებიც დაეცა ერთ-ერთ მცხოვრებს რომელიც ამ დროისთვის არის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ახლა ის ადამიანები, რომლებიც საჭირო ჩანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას დათანხმდა, ცდილობენ შენობიდან ბარგის გამოტანას და შენობის დატოვებას. ის ვინც თანხმდება ხელისუფლების შეთავაზებას, მათ უნდა მოიძიონ საცხოვრებელი ფართები და უკვე როგორც ნინო ნიჟარაძემ თქვა, ხელისუფლება მათ ქირის საფასურს იქამდე გადაუხდის, ვიდრე მათი ბინებით დაკმაყოფილება არ მოხდება. ვინმე დამელაპარაკება, რომ მიმადგე? იქა? არა აქ. აქ დელაპარაკებით რამე გიდებია? რამე დელაპარაკები? დელაპარაკეთ და გაჭირება და? აი. რატომ იყურებ მამალივი? არა. დენახე რა რამდენი მამლები. მოდით ერთ-ერთ ცხოვრებს გავესაუბროთ. მოგესალმებით ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენი სათქმელიც რო გვითხრათ და ეს შემთხვევა რომ გაიხსენოთ რა როგორ მოხდა? იცი გავიგეთ რომ წელი ჩამოინგრა. მეზობელმა შემოვიდა გამოვიყვანეთო იგი იყო მოხუცი ქალბატონი, რომელიც სკოლმა წაიყვანა. გადიყო მოხუცი. ო, შიგნით ქალბატონი იყო. იქ მოხუცი რა. ხო, ქალბატონი იყო. იმან კი დაეცა. დიდი ერას ლაპარაკობენ. აგენ მეზობელმა გამოიყვანა გაბრიელმა. გარეთ გამოიყვანა სკოლში ჩასვეს, ქვრივი ხალი იყო. თქვენ ასე გავიგეთ. და დავიწყეთ ტირილი რომ ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა ვიცხოვროთ. შენობაში ვარ მე მეორე ხო და მაგასაც ლევი. თქვენ თანხმდებით ხელისუფლების შეთავაზებას, გადიხართ თუ ადგილს? რა გზა გვაქვს, იძულებული ვარ, რომ შვილების გამო ჩვენ აქ კიდე ჩვენ გავძლევთ უპროსები, მაგრამ შვილების გამო იძულებული ვარ, გავიგეთ ამ შენობიდან. როგორც გვეთქვით თავრო. როგორი არის შიგნით სიტუაცია, გარემოებები, როგორია ყოფა? როგორი არის იცით? ვაპირებდით ჩამომპრეუ იყო წერი, ადამიანი ჩამოვარდა ჩემო თახში, მე ორი ძაღლიც გადმო გამოყვა. ჩამოვარდა წერი, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. მაგრამ ეხლა აქით ვის არ ცხოვრობდა, გამოვიღე ეს რა ქვია, კედელი და ეს გიფსოკარბონი და მივაკარი აქ და დროებით ასეთ მდგომარეობაში ვცხოვრობ. მე როგორც მახსოვს, თუ არ ვცდები 2 წლის წინათ ჩამოინგრა ჭერი და მოხუც დაეცა. 2 წელიც არა, კი, აქეთ კორპუსში, ჩვენ ბეში ვართ, აქ არის 2 კორპუსი, A და B. ხო და აქ მოხდა ასეთი ამბავი, კი, 2 წლის წინ და გააკეთეს პრიმიტიულად და ისევ ის ჩამოინგრა. პრიმიტიულად აკეთებდა. გასაგებია, მადლობა ერთ-ერთი მცხოვრების მოსაზრებას ისმენდით და მე გამახსენდა ახლა ის რომ აქ ანალოგიური შემთხვევა მოხდა დაახლოებით 2 წლის წინაც ჩამოინგრა კორპუსი უბრალოდ ჭერი, რომელიც დაეცა მოხუცებს ბეტონის ფრაგმენტები, დაეცა მოხუც, ის ადამიანი არ დაშავებულა მძიმედ, თუმცა
ეს გარემოებაც აღსანიშნავია ახლა ამ დროისთვის, რადგან ანალოგიური შემთხვევა კიდევ ერთხელ განმეორდა და კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა ჭერის ჩამონგრევის შედეგად. აქში თუ ჩამენგრა, აქა ბინა მიღებული არის. მე მიხვი საიდან სადმე ჭერია ჩანგრეული ზევის. დედაგი აი ახლა ადამიანები კიდევ საუბრებში ამბობენ იმას, რომ აი აქ მეორე სართულზე ადამიანს აქვს მიღებული კორპუსში ბინა და მათ უკვირთ, რომ რატომ იმყოფებოდა კიდევ ის ადამიანი აქ სარისკო გარემოში. ამ ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ გითხარით პირად საუბარში, რაც გავიგონეთ ახლა. მოკლედ ასეთი არის ვითარება ახლა ოცნების ქალაქში. ბოლოს გეტყვით იმას და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ოცნების ქალაქში სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც დაჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ის ამ დროისთვის მოთავსებული არის კლინიკაში და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მაინც რჩება ის ადამიანი, ვიდრე მისი მდგომარეობა არ დასტაბილურდება. ნინო ნიჟარაძემ ასევე ისიც თქვა ჩვენთან საუბარში, რომ კორპუსში მცხოვრებთა უდიდეს ნაწილთან მოლაპარაკებას მიაღწიეს. ეს ადამიანები მოძებნიან ფართებს, მათთვის სასურველ ბინებს და ხელისუფლება გადაუხდის ქირის საფასურს იქამდე, ვიდრე მათი ბინებით დაკმაყოფილება არ მოხდება. თუმცა ამ შენობაში მცხოვრებთა ნაწილი ხელისუფლების შეთავაზებას არ თანხმდება და ტერიტორიის დატოვებას და შენობის დატოვებას არ აპირებენ და ისინი წინააღმდეგობას უწევენ ხელისუფლებას და ამბობენ, რომ შენობას იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ ახალი კორპუსი გადაეცემათ მათ უკვე საკუთრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ შენობაში ცხოვრება არის სარისკო, მაინც ადამიანები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს და ამ სარისკო შენობაში აპირებენ, რომ დარჩენ და წინააღმდეგობა გაუწიონ ხელისუფლებას. ასეთი იყო ამბები შემთხვევის შესახებ, რომელიც ოცნების ქალაქში დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. მადლობა რომ უყურებთ აჭარა ტაიმს და მადლობა ნდობისთვის. გემშვიდობებით, ჩვენ ცხადია ადგილზე ვრჩებით და განახლებულ ინფორმაციას კვლავ პირდაპირ ეთერში ან ტექსტურად მოგწოდებთ ჩვენი ოფიციალური გვერდის მეშვეობით. დროებით.